საგამოუგზავნებო მოქმედებები ამოწურულია. საერთაშორისო სკანდალში გახვეულმა ქართულმა ოცნებამ სკანდალური რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ გამოძიება დაიწყო და 5 დღეში დაასრულა. მამუკა მდინარაძის გამომძიებლებმა ამ მოკლე დროში დაადგინეს, რომ მოქალაქეებს არა კამიტეტ, არამედ სხვა ნივთიერებით წამლავდნენ, რომელიც ისრაელიდან შეიძინეს. ბრიფინგზე, რომელზეც 1 წლის შემდეგ აღიარეს, რომ წყალში ქიმიურ ნივთიერებას ნამდვილად ურევდნენ, არ უთქვამთ, რომელი ქვეყნიდან შემოიტანეს გამხსნელი საშუალება, რომელიც ასევე ტოქსიკურია. ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის, არის ქლორობენზილიდი მალონონიტრილი. აღნიშნული ნივთიერებებიდან არც ერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერებების კატეგორიას. BBC-ს ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ეგრეთ წოდებული ქიმიური იარაღი კამიტის მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას. ამოღებულია ნიმუშები შინაგან საქმეთა სამინისტროს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჯობია რომ კითხოთ. სუსმაც დაადასტურა, რომ ნიმუშები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოიღეს. ასევე ამოღებულია დოკუმენტები შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საბაჟო დეპარტამენტიდან. სუსმა უწყებიდან გაიტანა ქიმიური ნივთიერების გამხსნელი სითხე, რომელიც თავისთავად სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება. და ქიმიური ფხვნილი, რომელიც სუსის მტკიცებით CS გაზია. რეჟიმის გამოძიება ამბობს, რომ UN 34-37 კოდის ქვეშ შენაძენი 2007 წელს ისრაელიდან გაკეთდა. უწყებაში ის 17 კილოგრამიანი კასრით ინახებოდა. მთელი კვირა ოცნება ადასტურებდა ქიმიური ნაერთის შერევას წყალში, თუმცა არ ამბობდა, რომელი შხამი გააზავეს ჭავლში. როდესაც შესყიდვაც არის საიდუმლო შესყიდვა და ასე შემდეგ, ამას ჭირდება განსაიდუმლოება. საქართველოს ისტორიაში კამიტი არასდროს არ შესყიდულა. ამას გიდასტურებ. რა ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს ივანიშვილის დავალებით კობახიძე გომელაური ხარებას ტრიომ დემონსტრანტები, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც თუ ისე სანდო გამოძიებამ BBC-ს ფილმიდან 6 დღის, სასტიკი დარბევებიდან კი 1 წლის თავზე სცადა. ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ოცნება ასახელებს, CS გაზის სახელით არის გავრცელებული. ის აღიზიანებს თვალებს, ცხვირს და სასუნთქზებს, იწვევს ძლიერ ცრემლდენას, ქაველს, სუნთქვის უკმარისობას, არ გამოიყენება საბრძოლო ქიმიურ იარაღად, მაგრამ მიეკუთვნება კონტროლირებად ქიმიურ ნივთიერებებს და საერთაშორისო სტანდარტებით მკაცრ პროპორციულ დაცვას მოითხოვს. გრძელვადიანი ზემოქმედება შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის საშიში. სუსი ისრების გადატანას ცდილობს, თუმცა ფაქტია, მთელი კვირის განმავლობაში ვერავინ უარყო, რომ BBC-ს გამოქვეყნებული დოკუმენტი ნამდვილი და სისტემიდან გატანილია. BBC-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აღჭურვილობის აღწერის საბუთი მოიპოვა, რომელიც ამ პერიოდს ეხება და ძალიან კონფიდენციალურია. ჩვენ მისი ავთენტურობა დავამოწმოთ. BBC-ს გამოძიების მიხედვით შაშან სპეცრაზმა საპროტესტო აქციაზე სავარაუდოდ ტოქსიკური ნივთიერება კამიტი გამოიყენა, რაც სუსმა და ყველა სახელმწიფო უწყებამ არაერთხელ უარყვეს. ერთადერთი, ვინც მისი არსებობა სისტემაში დაადასტურა, ვახტანგ გომელაური იყო. გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი. აბა ექსპერიმენტებს ატარებდი ჩარშან ადამიანებზე. ნივთიერება იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. BBC-ს ფილმის მიხედვით, სანამ საშიშ და ქიმიურ ნივთიერებას ოცნება ხალხში გამოცდიდა, ექსპერიმენტი ჩატარდა სპეცრაზმელებზე, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. ლაშას თქმით, მან პოსტზე ყოფნის დროს ამ ქიმიკატების არ გამოყენების რეკომენდაცია გასცა. ის რჩევა არ გაითვალისწინეს. ლაშა შერგელაშვილი, რომელიც საგამოძიებო რეპორტაჟის რესპონდენტია, ახლა უკრაინაში იბრძვის. სუსმა 93 მოწმე გამოკითხა, მათ შორის ძალოვანები, მაგრამ სიაში არ არის შერგელაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახლა მთელი პასუხისმგებლობის დაკისრებას სწორედ მასზე ცდილობს. ასევე დღეს პირველად თქვეს, რომ ის 4 ოქტომბრამდე დაწყებული გამოძიების საქმეში ფიგურირებს. შერგელაშვილი BBC-სთან ამბობს, რომ საშიში ნივთიერება 2019 წელს შეისყიდეს. კობახიძე მთელი კვირა ღელავდა, მაგრამ გუშინ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სკანდალი საპნის ბუშტივით გასყდა. BBC-ს სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. აგონიაში მყოფ ოცნებაში ფიქრობენ, რომ გამოსავალი ნაპოვნია, თუმცა მათ ამ დრომდე არ აუხსნიათ, რატომ გამოიყენეს CS გაზი მოქალაქეების გაფრთხილების გარეშე, რაც აკრძალულია, ან რატომ დამალეს ქიმიური ნივთიერების გამოყენება მთელი წლის განმავლობაში. ოფიციალური შესყიდვის დოკუმენტი სუს არც ამჯერად გაუსაჯაროებია.
ეს მასალა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთ სამმართველოსთან არის გადაღებული. ეს ბაზაც გაჩხრიკეს. ამოღებულია 17 კილოგრამზე მეტი CS გაზი, ხვნილის სახით და მისი გამხსნელი. იცოდის, რომ ქიმიური არაფერი არ ვიცი. არ უთქვამთ სპეცრაზმელებისთვის, რომ შესაძლებელი იყო აკრძალული ნივთიერება გამოიყენებინათ აქციაზე? რატო არ გაანადგურეთ, თუ აკრძალული ნივთიერება იყო? ოცნება ახლა სპეცრაზმელებსაც არწმუნებს, რომ BBC იტყუება და ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენეს, საშიში არ არის, თუმცა მათ კარგად უნდა ახსოვდეთ ქიმიური ნივთიერების მწვავე ეფექტი. თვითონ რობოკოპები იყვნენ მოსასულიერებლები რა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან განსხვავებით ისინი კარგად აღჭურვილები იყვნენ, აირწინაღები ჰქონდათ რაღაცა და ჩემი მოსასულიერებლები იყვნენ. ანუ მე არ ვიცი, მე კიდევ ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა, მომიტინგემ, სპეცრაზმელებმაც რა ვისუნთქეთ. როგორც ხედავთ კადრში როგორც ხედავთ წყლის ჭავლი გაშვებულია ციტაკის სპრეისთან ერთად, იმიტომ რომ ფაქტიურად აქ სუნთქვა უკვე შეუძლებელია. ეს ჩემი კოლეგა ქეთინა დიბაიძის ხმა. ის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე მომიტინგეების დარბევის ფაქტს ასახავს. ამ ჩანაწერში ჟურნალისტი გამოთქვამს გონივრულ ეჭვს, რომ გომელაურმა წყალში წიწაკა გაურია. ალბათ მაშინ წარმოუდგენლადაც კი მიგვაჩნდა, რომ მშვიდობის პროპაგანდით დღემდე მოღწეულ ოცნებას საკუთარი მოქალაქეებისთვის ომის გამოცხადება ქიმიური იარაღით შეეძლო. პირველად სწორედ მაშინ გაჩნდა კითხვა, რომელიც პირადად ზვიად ხარაზიშვილს იგივე ხარებას დავუსვი. ქიმიური ნივთიერება და წყალი არ გამოყენებულა. ქიმიური ნივთიერება რო გამოიყენო და ხო ვინმე რო გამოვიყენოთ ეგ ვერავინ ვერ დარჩება მან რო ისო ჩვენ არ გამოგვიყენებია სად იყო საწიწაკას და იმას გაუძლებ ახლა შენ იქ მსგავსი რამე არ გამოყენებულა პროპორციული ძალა არასოდეს არ გამოიყენებია ჩვენი შესაძლებლობების 30% არ არის გამოყენებული არც პირადი შემადგენლობის არც სპეცტექნიკის და არც საშუალებების. დაიწყეს ისე რომ აქციის დაშლა, წიწაკის წყლით ალბათ ისე უნდა თქვა, რა ვიცი, რა. ვენი ეფექტია ყველაფერს. ეს არ არის წყალი, ალბათ წყალი. ძალიან თვალები მეწვის ამ დროს, როცა ასხამენ ამ წყალს მეგიძლია. დაშლა წიწაკის წყლით, ასე აღწერა გურამ როგავამაც საკუთარ ჩართვაში წყლის სიმწარე 29 ნოემბერს. ამ ჩართვიდან რამდენიმე წუთში მას სპეცრაზმელი სასიკვდილოდ იმეტებს. ქართული ოცნება სხვებისკენ იშვერს ხელს და სხვებს ეძახის ომის პარტიას და თვითონ ომში აკრძალული ქიმიური იარაღი BBC-ს გამოძიების თანახმად გამოიყენა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. რუსთაველის გამზირზე დარბევისთვის აშკარად გამოიყენეს რაღაც ახალი ნივთიერება, რომელიც შერეული იყო წყალში. წყალს ჰქონდა ცეცხლის ეფექტი. მოქალაქეები, რომლის გადასახადებითაც ყიდულობენ ამ რაღაც ქიმიურ ნივთიერებებს, უნდა ვიგებდეთ რა გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ. ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ დოკუმენტაცია საჯარო გახადოს. გურამ როგავას ტანსაცმელი, რომელიც საპროტესტო აქციაზე ეწვა, ამ დრომდე გამოძიების ხელშია. ამიტომ ის არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი სამოსიც კვლევის ობიექტი გახდეს, თუმცა არა ოცნების გამოძიების პირობებში. რესპონდენტები საერთაშორისო გამოძიებისა და ექსპერტიზის აუცილებლობაზე საუბრობენ. მოქალაქეებმა ის ნივთები გაასაჯაროეს, რომლებიც მათ ერთი წლის წინ საპროტესტო აქციაზე ეცვათ და მთელი წელი ხელუხლებლად ინახავდნენ. მეცვა შარშან ზუსტად იმ დროს დარბევების დროს რუსთაველის გამზირზე. ეს ნათია ტრაპაიძის ფოტოებია, რომელიც დროების ჟურნალისტის წარსულს ასახავს. რეპორტიორი მრავალი წელია წერტილში სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. გაშუქებული აქვს უკრაინის ომი, მაედნის მოვლენები. მუშაობდა თურქეთსა და სომხეთში სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე და არაერთი დარბევა უნახავს. ნათია ტრაპაიძე ეჭვობს, რომ ქიმიური ნივთიერებები ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციის დროს გამოიყენა. და ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც იმ ტერიტორიაზე იყო, ქონდა განცდა, რომ წყალში იყო რაღაც გარეული. და რატო იყო ეს განცდა? იმიტომ რომ ქაფიანი იყო, ხო, წყალი? მაშინ წყალი სხვანაირი იყო და მე კვალსაც სხვანაირად ტოვებდა. ისევე როგორც 2024-ის ბოლოს, ანუ აქციები რო დაიწყო, 28-ში სხვანაირი წყალი იყო, რომელიც მე უკვე რუსთაველის გამზირზე სამანქანო ნაწილზე იყო და გემახსოვრებათ, შეიძლება ანუ კადრიც არსებობს. რაღაცნაირი ფერი სხვანაირი ქონდა. ანუ ეს პრაქტიკა როგორც ჩანს, რომ წყალში ურევენ რაღაც საშუალებებს იმისთვის, რომ მოქმედება გააძლიერონ, პირველი არ იყო.
სუსი ამტკიცებს, რომ ქიმიური ნივთიერების შეძენა 2007 წელს მოხდა. იგივე კოდით სხვადასხვა კომპანიებს ქიმიური ნივთიერებების სპექტრი 20 წელია შემოაქვთ. ამ ფორმით სუსი ცდილობს დაგვაჯეროს, რომ საშიში ნივთიერება მოქალაქეების წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ. სანამ საერთაშორისო საზოგადოება სუსის გამოძიებას ნდობას გამოუცხადებს, ბევრი კითხვა ჩნდება. ეხლა მთავარი მიზანი ხო ეგ უნდა იყოს, რომ დაადგინონ, ვინ მიიღო, ვის თავში მოიხარშა ეგ, რომ რაღაცა აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გაერიათ და ეს წყალი გამოეყენებინათ მომიტინგეების წინააღმდეგ. მაგრამ მე ეხლა რასაც უყურებ, სუსი იმით კი არ არის დაინტერესებული, რომ ეს გამოიკლიოს და ეს დაადგინოს. მათ უბრალოდ აინტერესებთ ეს ამბავი ვინ გაიტანა. ემიგრაციაში მყოფი ყოფილი ძალოვანი შაბათის ფორმულასთან ამბობს, რომ ქიმიური და აკრძალული ნივთიერებები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ნამდვილად არსებობს. არსენალი 2021-22 წლებში მნიშვნელოვნად განახლდა. გიორგი მუხიგულაშვილი დარწმუნებულია, რომ ოცნება საკუთარ დანაშაულს არასდროს აღიარებს. 2021-22 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენივე ფულით გადაახალისა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. მაშინ იყო შეძენილი აღნიშნული ქიმიკატებიც, დასარბევი მანქანებიც წარმოუდგენლად ცუდი ქიმიკატები შეიძინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადად ვახტანგ გომელაურის და ბიძინა ივანიშვილის ჩართულობით. ჩემი ყურით რაც მაგ გაგებული, აზრებულად არის ეს მომწავლები ნივთიერებები ნაყიდი. როგორ უნდა გამოიძიოს მდინარაძემ საქმე საკუთარი მეგობრების წინააღმდეგ, მით უმეტეს საქმე მისი მეთაურის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს წარმოუდგენელია თბილისის საერთაშორისო გამოძიებისა და კვლევითი ორგანიზაციების ჩართულობის აუცილებლობას ითხოვენ. ჩვენთან არც არის იმის კომპეტენცია, რომ გამოვიძიოთ სინამდვილეში რა იყო და რა ეფექტი შეიძლება მოეხდინა ამას. და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი დაზარალებული. არის ეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომელმაც იცის ყველაფერი და აუცილებელი იქნება მათი ჩართვა, იმის რომ დადგინდეს რა ნივთიერებაა გამოყენებული და რა ეფექტი შეიძლება მოახდინოს ამ ადამიანების ჩართულობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი გუნდის წევრებს როგორ გაასამართლებს დასტურის შემთხვევაში, როგორ ხარაზე ვაპარაკოთ. ახლა გაგეცით პასუხი რა კითხვაც ქონდათ და ელოდებით რომ საქმე ჰააგამდე რომ მივიდეს, ელოდებით რომ ბიძინა ივანიშვილს ჰააგა გასცემს პასუხს. საერთაშორისო გამოძიების დაწყების შიშით ოცნებამ უკან დაიხია და ხალხის თვალის ასახვევად ერთ კვირაში 160 საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. გამოკითხა 93 მოწმე, სპეცრაზმელები, პოლიციელები, დაკითხეს ექიმები და ნაცემი მოქალაქეები. შიშით იმისა, რომ ჰააგა ივანიშვილის დამნაშავის სახელს მიანიჭებს, გამოძიება დაიწყო და დაიხურა 5 დღეში. რატომ უნდა ვენდოთ ოცნებას, რომელიც მტკიცებულებების გარეშე ახალგაზრდებს ასამართლებს და საკუთარ მოქალაქეებს ფარულად ქიმიური ნივთიერებით წამლავს. დაზარალებულებმა იურისტებმა, პოლიტიკოსებმა, ოფიციალური გზავნილები დასავლურ ორგანიზაციებში უკვე გააგზავნეს. ოლიგარქია საერთაშორისო სკანდალშია. ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო მძიმე სასჯელი გარდაუვალია.